ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირება გრძელდება. პარტიის თანამდებობრივი განახლებისა და სამოქმედო ტაქტიკის გარშემო აზრთა სხვადასხვაობის მიღმა ირკვევა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში თავის დროზე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანებაზეც. პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის რჩეულს ნანუკა ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციური ერთობა უნდა დატოვოს. თინა ბოკუჩავო კი გაერთიანების დატოვებას არათანმიმდევრულად მიიჩნევს. პარტიის ლიდერების მუშაობა სასამართლო პროცესზე გააკრიტიკა ყოფილმა პრეზიდენტმა. სააკაშვილი არც ოპოზიციური პარტიების კრიტიკას მორიდებია და პარტია ახალსა და ლელოს, რომელიც ალიანსის წევრი არ არის, ბიზნეს პროექტები უწოდა. დატოვებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ ერთობას ეს უახლოეს პერიოდში პარტიის საბჭოს სხდომაზე გაირკვევა. ჩვენ პარტიაში ყოველთვის იყო ასთა სხვადასხვაობა, შეიძლება ზოგიერთმა დაინახოს 5 დაჯგუფება, 6, საერთოდ დაჯგუფებები ჩვენთან არ არის. ნაციონალურ მოძრაობა, რა ვიცი, ვინც აქამდე ვერ შეიგნო, უნდა შეიგნოს, რომ არ არის შექმნილი ისე, როგორც ეს მონათა ბანდა, რაც შექმნა ბიზნეს ივანიშვილმა, რომ იქ მარტო ერთი აზრი არის, ის რომ ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ცდილობდა განახლებას და ახალი ასე არის მიღებული, ესე ამბობენ, სისხლის ანუ ახალგაზრდების მიღებას, ამას მეტყველებს მთელი ჩვენი ისტორია. აი, ნახოთ, თავის დროზე ახალგაზრდა არ იყო ნიკა მელია, თავის დროზე ახალგაზრდა არ იყო ლევან ხაბეიშვილი, თავის დროზე ახალგაზრდა ისე ახლაც ახალგაზრდა თინა ბოკუჩავა. მე მომბეზდა გილაურებზე რაღაცების მოსმენა, გულწრფელად ვიტყვი, ისე ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი, რომ მისი პრემიერი არ იყო გილაური, ვითომ ნაციონალურ მოძრაობას არ ქონდა გილაურთან მოლაპარაკება, რომ მათი დამფინანსებელი ყოფილიყო წინასაარჩევნოდ. შეუძლებელია უკვე ამის მოსმენა. მე გუშინ დავწერე ის იმიტომ, რომ აქამდე თავდასხმებს პასუხობდი, ეხლა თავდასხმებსაც აღარ უპასუხებ. მომბეზრდა თვითონ მიხედავს ნაციონალურ მოძრაობა იმას, რაც შიგნით ხდება. რაც შეეხება ალიანსზე ნათქვამი გვაქვს. თუ ვინ ალიანსი არ არის ერთი პარტია, არც ერთიანი სია. ალიანსი არის მუშაობის ფორმატი. სამუშაო კი არა, მუშაობის ფორმატი. მუშაობთ ჯორებივით. ეხლა იქნება ერთიანი პრაქტიკულად რეგიონში გასვლა, მე აქ მომიწევს წინ და უკან სიარული, იმიტომ რომ პროცესებია. ვისაც უნდა ამაში მონაწილეობა მიიღოს, ვისაც არ უნდა, მიიღებს არავინ არაფერს არ ეკაჩება არავინ. დღეს არ ჭირდება ჩვენ საზოგადოებას ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება. ეს შემიძლია გითხრათ, აქედან გამომდინარე, ხომ მესმის თქვენი კითხვის, ასე ვთქვათ, დედაარსი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ ეს განცხადება აჩვენებს, რომ სააკაშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ბიზნესზე. და ეხლა მე ამის გარდა კიდევ შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება ეს არის ასევე მცდელობა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანა მოხდეს სხვაგან. ნაცმოძრაობის პარტიაზეა საუბარი, აქ გასაკვირი არაფერი არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ ბუნება ამ პარტიის, ეგრეთ წოდებული პარტიის ზოგადად, რომ დაპირისპირება, მათ შორის ერთმანეთის დაპირისპირება, ქვეყნის ღალატი და ასე შემდგომ, ეს არის მათი ბუნება და ეს გამოჩნდა კიდეც. არაერთხელ დავსვით კითხვა და კიდევ კითხვას ვსვავთ, რომ აბასად არის ეს დემოკრატია, როდესაც ვთქვათ არჩეულ მათივე წესებით არჩეულ თავმჯდომარეს ერთი დაშლის დაკვირით სააკაშვილმა უთხრა, რომ გათავისუფლებული ხარო. აი ვისთან გვაქვს საქმე? ეს ხალხი ამბობს, რომ კოალიციურ მთავრობას შექმნიან და მერე აწყდება ამბავი, ნანული იყოს პრემიერ-მინისტრი თუ თინიკო. და მერე დაელოდებიან ბელადის გადაწყვეტილებას. რადიკალური ოპოზიციის ეს კიდევ უფრო მეტად რადიკალური ფრთა ნაცმოძრაობა არის პრაქტიკულად განულების პირას, მათი რეალური მოცემულობა საზოგადოებისთვის არის ძალიან კარგად გასაგები და აღსაქმელი. არანაირი ნდობა საზოგადოებისგან და ხალხისგან, კვლავ-ძიება მხარდაჭერისა უცხოეთში, სრული დეფიციტი კვალიფიციური კადრებისა, პოლიტიკურად გაცვეთილი სახეები. სააკაშვილი თავისი არსი და თავისი პოლიტიკური ეგრეთ წოდებული წონით წარმოადგენს იმ მიზიდულობის წერტილს, რომელიც პრინციპში ჭაობს კიდევ უფრო მეტად აღრმავებს რადიკალურ ოპოზიციაში. ეს არის რეალობა. სააკაშვილი რომ რაღაცა პოზიტიურად მოქმედებდეს და პოზიტიური ზემოქმედება ჰქონდეს ზოგადად პროცესებზე, ეს შედეგობრივად გამოჩნდებოდა კიდეც.